აქ ხო ხედავთ, აი, ხელის გულზეა ეს დიპლომატიური ჩასვლა. რაც გააკეთა ყაველაშვილმა. რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა. დიდგორობას ისტორიული გამარჯვების დღეს ეს არალეგიტიმური კაცი ივანიშვილის სათამაშო ჩავიდა თურქეთში. ნებისმიერი სხვა დღე შეერჩია. ნებისმიერი სხვა დრო შეერჩია. რატომ გააკეთა ეს? იცით თქვენ პასუხი ამას? იმიტომ რომ ივანიშვილს აქვს დიდი პრობლემა არა მხოლოდ ევროპაში, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სამეზობლოში. და აი ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენს ისტორიას, ჩვენ ღირსებას, ჩვენს იდენტობას შეეხო. არა ერთხელ შეეხო. და თქვენ ბიძია ხმა უნდა ამოიღოთ, კაცო. ხმა უნდა ამოიღოთ. ჩვენ ღირსებას რო შეეხებიან, ხმა უნდა ამოიღოს ყველამ და პირველ რიგში სამღვდელოებამ. ღირსეულმა სამღვდელოებამ, იმიტომ რომ უღირსები იქაც არიან. იმიტომ რომ მე ამ ღირსეული ეკლესიის შვილი ვარ. ღირსეული ეკლესიის მრევლი ვარ და ამბროსი ხელაია ჩემი ბაირაღი. როდესაც მე შევდივარ ეკლესიაში. ეს არის ჩემთვის ქრისტიანობის გზა. და რა ზოგიერთი ქართული ოცნების სპიკერად რო ჩამოყალიბდა და საერთოდ დააუწყდა ქრისტეს და ქრისტიანობაც.